სტიქიისგან დაზარალებულ კახეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი, თითქმის დასრულებულია დასუფთავების სამუშაოებიც. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული სახლების გადახურვა, სამშენებლო მასალების ნაწილი უკვე რეგიონშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებში კი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა რეზერვისტები და რეგიონებიდან ჩასული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. გაზის, ელექტროენერგიისა და რეგიონს სრულად უახლოეს დღეებში ახურთება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ თავზე დაგვეხვივნენ ასე ვთქვათ ეს ჩვენი შვილები და ძალიან აქვშველიან ძალიან დიდი მადლობა მთავრობას რომ ასეთი ყურადღება გამოიჩინა ბრიგადები და ჯგუფები ორი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ გუშინ გაფრენიისას უკვე ნახევარი თელავი ჩაირთო ეს არის ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსები მაგრამ დღეს დილიდან ისე გავაკეთეთ პროფილაქტიკური გათიშები და დღის 3 საათიდან უკვე ეტაპობრივად მოხდება დატვირთვა ისევ და ისევ იმიტომ რომ დავალ ძაბვაზე და ჩიხებში მოვახდინოთ ბოძების აღდგენა დღეს განსაკუთრებული მასშტაბურობით დაიწყება ქალაქში სახურავების აღდგენა მარტო თელავში არა ეს ეხება ყველა რაიონს სადაც სახლებმა მიიღეს დაზიანება ასევე რომელი სახლების სახურავების აღდგენაც ვერ დაიწყება ჩვენ შეტანილი გვაქვს იქ პრეზენტი მაგრამ სამწუხაროდ მთელი რესურსია რაც საქართველოში არსებობდა შემოტანილი კახეთში და თურქეთში შეკვეთილია და ძალიან სწრაფად შემოვიტანთ და